იმის პარალელურად, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, კენჭისყრისა და ადგილობრივ ხელისუფლებაში მანდატების მოსაპოვებლად ემზადება გირჩი, პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩა საკუთარ პოლიტიკურ შესაძლებლობებს ამჯერად 4 ოქტომბრის არჩევნებზე გამოცდის. გირჩის განსხვავებული პოზიციები აქვს ყოფილი პრეზიდენტის კოორდინაციასა და სხვა ოპოზიციური აქტორების გეგმებთან დაკავშირებით, რას გეგმავენ გირჩელები, რატომ გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა და როგორ აფასებენ პარტიის პოლიტიკურ შანსს აქტუალურ თემებზე. სასაუბროდ გვერდდება გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია. იაგო, საღამომშვიდობთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. იაგო, ჯერ იყო ხაბეიშვილმა რაღაც მოზაიკა მოხაზა, მერე ანამ სავარაუდოდ იგულისხმოთ ამ შემთხვევაში წითლიძე. ციტატა ცხადია, რაღაც კონტურები შეავსო, ახლა ესენი წამოვიდნენ. გირჩი მეტი თავისუფლების წევრებზე საუბრობთ. ჩვენ უნდა დავინახოთ, რა ხდებოდა ამ პროცესების მიღმა და პარალელურად უნდა გაირჩეს, რა შეცდომა იქნა დაშვებული. ამ დროს სიმართლეს საუბარი არის კარტი პოლიტიკაში დასარჩენად. როგორ ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს ამ ეგრეთ წოდებულ მოზაიკაში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. რა მიმდინარეობს ის, რომ ჩვენ რაზეც ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რომ 4-5-9-25 კომბინაციით მოხდა ამ საზოგადოების მოტყუება. მოტყუება, რომ თითქოს რაღაცა რუსული რეჟიმი მყარდებოდა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ესენი იყვნენ გადამჩენილები და აქეთ ასევე 51 სამმართველის მოტყუება მითი, რომ ახლა ჩვენ თუ არ დავმობილიზდებით, ყველაფერს არ ვიზამთ, ისე ნაცები ბრუნდებიან და ფიზიკურად ამის შემდეგ, აი ამ კომბინაციის შედეგად ქართულმა ოცნებამ მიიღო 100% მანდატების პარლამენტში, ანუ 54% დაიწერა და 100% მიიღო ზოგადად და ფიზიკურად ვიღაც ხალხი, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, იქნა გამოყენებული საშუალებად, რომ გაправებულიყო ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა და ამ ხალხმა რაღაც არჩევნების მერე დაიწყო ცოტა დაფიქრება, რომ რაში მონაწილეობდით, რა პროცესი იყო ის, რაში ჩვენ მონაწილეობდით და ნელ-ნელა რაღაც სიმართლეებს იძახიან. ამას დაემატა ის, რომ მიშას მიუსაჯეს დამატებით 9 წელი თუ არ ვცდები. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილსაც ნაკლები мотиваცია დარჩა იმასთან დაკავშირებით, რომ რასაც ფიქრობს, ყველაფერი არ ილაპარაკოს. ჯერ შეიძლება ძალიან შორს არის გამოსწორებისგან იმ გაგებით რაც სალაპარაკო აქვს, მაგრამ მინიმუმ იმასთან დაკავშირებით მისმა პარტიამ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხოცების თამაშს თამაშობს და ზოგი პარტია თორცდები გახარიაზე ლაპარაკობენ. არის ასევე რაღაცა ჯიბის ოპოზიცია ქართული ოცნების. აი ეს თუ იცოდი ფიზიკურად წინასაარჩევნოდ არჩევნების მერე ესენი ხო არ გამოსწორებულან, რაც იყვნენ ისინი იყვნენ. მანამდე რატო არ ამბობდი? ფიზიკურად აი ეს კითხვა ისმის ჩემი აზრით და ამ მოზაიკაში რომ ეს დიდი 4-5-9-25 დიდი თაღლითობა იყო ქართული ხალხის წინაშე, ამის გამოსააშკარებლად ჯერ მართლა ლევანის ინტერვიუ იყო ჩემთან ჩვენს სტუდიაში, მე ანა წითლიძის, მე იმედი მაქვს, რომ შემდეგ კვირას აი ეს ახალ წამოსული ადამიანებიც ცოტნეც და დანარჩენი მისი მეგობრებიც რაღაცნაირად დაიწყებენ საჯაროდ საუბარს და ჩვენი სტუმრებიც იქნებიან და რაღაცნაირად გვინდა გავარჩიოთ მართლა ის აფიორა, რომელიც ამ არჩევნებზე გაათამაშეს ქართული ხალხის წინააღმდეგ და გაათამაშა მარტო ხელისუფლებამაც არა, ოპოზიციასაც ამ გათამაშებაში იგივენაირი წვლილი მიუძღვის, რაც ხელისუფლებას, რომ ხალხის ეს პროტესტი ქუჩაში გაბნეულიყო საბოლოო ჯამში და ქართული ოცნება დაეტოვებინათ მარტო პარლამენტში და არანაირი მოწინააღმდეგე არ ყოლდა და სრული კომფორტი შეექმნათ. ანუ რა ვიცი, თუ ან უკიდეგანოს სულელი არ ახარ, ან ძალიან ბევრი ფული არ არის გადახდილი, ეს შეინებით როგორ უნდა გააკეთო და მე მგონი ამაზე კითხვები უჩნდებათ ადამიანებს. გირჩი მე თავისუფლებიდან წამოსულების სამი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, აქტორი ამბობენ ისინიც, რომ ამ გეგმებით, ამ სტრატეგიით ვერ მიაღწევენ მიზანს, რომ რაღაც ახალი არის შესაქმნელი. როგორ ფიქრობთ, ვინ შლის ერთობას? ერთობას ვინ შლის, რისი ერთობა არსებობდა, რომელიც არ არსებობდა პოლიტიკური ერთობა, გაერთიანების მცდელობა არ არსებობდა იგივე ოპოზიციურ სპექტრში. მე გეტყვით, რისი ერთობა იყო ჩვენს მიღმა ოპოზიციურ სპექტრში. ეს იყო უიდეობის ერთობა. აერთიანებდა უიდეობა. რატომ მაშინ, როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ კონკრეტულ მიზანს უნდა მიაღწიონ და ეს მიზანი არის ახალი არჩევნები, პატიმრების გათავისუფლება და ასე შემდეგ და გარკვეული ცვლილებები, რიგი კასკადი ცვლილებების, ხომ? მაშინ თუ კი ერთობა არ არსებობს, თუ კი იდეათა თანხვედრა არ არსებობს, იდეა საერთოდ არ არსებობს. მთელი პრობლემა მაშინ მდგომარეობს. რომ მაგიტომაც ვთქვი, რომ რაც აერთიანებდა ამ ყველაფერს, იყო ის უიდეობის, ერთიანობა იყო უიდეობაში, რომ ჩვენ არა იდეის
გავლეინი ხალხი, რომელსაც იდეა არასდროს არ გვაქვს. მოდი გავერთიანდეთ ჩვენი სურვილის გარშემო. აი მაგალითად ადამიანს რო კითხო რა გინდაო, ყველა გეტყვის რომ ბედნიერებისკენ ვისწრაფიო. ბედნიერება მინდა, მაგრამ რაში გამოიხატება თითოეული ადამიანის ბედნიერება ხო განსხვავებულია. და ჩვენ ხო ადამიანები მის მიხედვით უნდა დავაჯგუფოთ პირობითა თანამებრძოლები, რომ რა გვაბედნიერებს პირობით. სხვადასხვანაირად თუ გვინდა ხო არ გამოგვივა. აი ამ პროცესის გავლის გარეშე ამ ხალხის ერთად შეკრება და ზოგადად მოდი ჩვენ კოცებს დავამარცხებთ და მე ჩვენ ვიცით ამით გასვლა და მე ეს შედეგი რომ მე საერთოდ 62 ოპოზიციონერი ხმა არ დაიკარგოსო რო იძახო და იმ ხალხმა 61 ოპოზიციონერი ჩახსნა და ქართული ოცნება მარტოზის პარლამენტში და რასაც უნდა იმას აკეთებს და იმის სანაცვლოდ რომ შენ სხვაგან შექმნა დაძაბულობის კერები იმიტომ რომ რავი ამ ბრძოლაზე პარლამენტში უარი თქვი დატოვე მანდატები და ქართული ოცნება ფინანსებზე უარი თქვენ საკუთარი თავი დაიზიანე და ქართული ოცნება ამითი ჯერჯერობით არ სუსტდება შენ ხო უნდა შესთავაზო საზოგადოებას რას აპირებ კონკრეტულად და აპირებ იმას რომ არჩევნების მერეც კი იძახდი რომ ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო არისო ქალბატონი სალომეო არჩევნების მერეც ვადამოწურულზე არც ხარი არ დაგიჭერია ხო და აი ეს კითხვა ალბათ იქიდან გამომდინარეობს მაინც რომ ვიღაც ადამიანები მე იმედი მაქვს რომ პოლიტიკოსების მსურველი ადამიანები გამოჩნდებიან, იმიტომ რომ ამ დროს, რასაც ხედავდი, იმაზე საჯაროდ ლაპარაკი არის გზა, შენ როგორ დარჩე პოლიტიკაში, თორე ეს ყველაფერი დაინახე. ყველაფერში მონაწილეობდი. იცი შიდა სამზარეულო და ამბობ რომ რა ჩვენი მეგობრები არიან ესენი მაინც ჩვენ ერთმანეთში პრობლემა არ გვექნებაო და ეგ არ არის დამაჯერებელი თქვენი მეგობრობა კი არ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის ვინც შენ პოლიტიკაში და დაქტოვოს რა ანუ მომავალში ვინც წარმოვაკიდე იმ ხალხისთვის ამბობ არამედ ის ინფორმაცია რის გამოც შენ უნდა დარჩე პოლიტიკაში ხო და მე ეს ამბავი ჯერჯერობით ვინაიდან არ მეჩვენება ცალსახად მაგრამ ახლა დაიწყო ეს პროცესი როგორც იქნა ახლა აგვიანებდა და ნახოთ იმედი მაქვს რომ ბევრი ადამიანი შეუერთდება ამას და ეს არარსებული ერთიანობის შესახებ მითი დაინგრევა და ადამიანები ძალიან მარტივად დაინახავენ რომ სინამდვილეში მათი წარმოდგენები აქამდე რასაც მონაწილეობდნენ იმასთან დაკავშირებით სრულად აცდენილი იყო რეალობას. სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი ქართულ ოპოზიციაში ამასთან დაკავშირებითაც მინდა კითხვა არსებობდა მოლოდინი რომ იგივე 31 მარტის აქციის შემდეგ კონკრეტული გეგმა და სტრატეგია იქნებოდა წარმოდგენილი ვნახეთ გარკვეული გაერთიანების მცდელობა იგივე ქარტიის ირგვლივ ტექნიკური მთავრობის შექმნის მცდელობა იმედი ყოველ შემთხვევაში რომ ტექნიკურ მთავრობას შექმნიდნენ და მოვედით აქამდე. უყურებთ დღეს იმას რაც ხდება ოპოზიციაში და მიმართვა რაც თავარია 31 მარტს რაც მოვისმინეთ ყველამ ერთად ხომ როგორ ფიქრობთ ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციას გაუცრა თუ არა იმედები იმ გაკეთებული განცხადებების შესაბამისად გეკითხებით ბუნებრივია რა განცხადებების გაკეთება მე ის მიკვირს იმედი რო ქონდათ ჩემთვის არ გაუცრუებია მაგალითად იმიტომ რომ იმედი არ მქონდა ანუ როგორ უნდა ქონდეს რამდენი იმუშავა ბიძინა ივანიშვილმა რომ ქალბატონ სალომე პრეზიდენტი გაეხადა ანუ აი უბრალოდ ხო წარმოგიდგენიათ რა დაჭირდა ამისთვის და ქალბატონ სალომეს იმედიც არაფერზე არ გაუცრუებია ანუ რაღაც განცხადებების გარდა ფაქტობრივად არც ერთ პრინციპულ საკითხზე არანაირი წინააღმდეგობას ქართულ ოცნებას არ უწევდა და მით უმეტეს მიშა რომ ვადა ისე ამოიწურა რომ მიშა არ გაათავისუფლა. ნაცებს როგორ შეიძლება იმედი ქონოდათ, ანუ უბრალოდ როგორ შეიძლება იმედი ქონოდათ. გარდა ერთადერთი შანსისა, რომ მიშას ქონდა იმედი და ინდობდა ესე რომ ვთქვა სალომეს, მაგრამ ვადის ამოწურვის მერე რომ სალომეს ეძახი რომ ლეგიტიმური პრეზიდენტია, თუ ლეგიტიმურია შეიწყალოს მიშა. თუმცა მაგალითად აი ჩერგოლეშვილმა თქვა თამარმა რომ 31 მარტის შემდეგ გვარამიები და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები შეხვედრებზე არ დადიან. იგივე მიხეილ სააკაშვილის არ გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკმაოდ ხშირად ახსენებენ სალომე ზურაბიშვილს ამ ფაქტს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. თვითონ რატო დადიან ეს მიკვირს მე ნაცები ახლა რო არ დადიან ისკენ აქამდე რატო დადიოდნენ ეს მიკვირს რო დადიოდნენ ვინ რა გააკეთა ანუ ვიცი ჩვენც გვაქვს ცოდვა ერთხელ თუ ორჯერ ჩვენც ვიყავით რაღაცაზე და უბრალოდ მივხვდით რომ არაფერს აზრი არ აქვს რასაც ხელს კიდევს ქალბატონ სალომე ის არ არის იმისთვის რომ გაკეთდეს მაშინ რა არის სალომე ზურაბიშვილის ხო და მე მგონია რომ პოლიტიკაში არა სალომე ზურაბიშვილის მიზანი ჩემი აზრით ის არის რომ ოპოზიციისგან არასოდეს არაფერი არ გამოვიდეს და ზოგადად არიოს სიტუაცია ზოგადად ამრევების მიზანი ეს არის რომ შენ უიდეობით რაღაცა იმითი რომ შენი პოზიციის დაფიქსირებით როდესაც იქ ვიღაცას აიყოლიებ ისეთი იდეები პრევალირებდეს პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც არსაით არ მიდის, აი ქარტია, რომელიც ხელს მოაწერ ვაია, ხელს არ მოაწერ ვუია. არაფერზე არ ხდებოდეს მუშაობა, იმიტომ რომ აგერ არსებობს პრეზიდენტის ფორმატი, ვიღაცას ამის იმედი ქონდეს და სინამდვილეში არაფერს ეს არ აკეთებდეს. ისევე როგორც აგერ მიშას რო აიმედებდნენ დარწმუნებული ვარ, სალომე დღეს შეგიწყალებს, ხვალ შეგიწყალებსო და ამიტომ ელოლიავებითო. ანუ ზოგადად იმისთვის არ არსებობს, რომ ოპოზიციას შედეგი მოუტანოს და ზოგადად ანუ ჩემი აზრით თავარი შეცდომა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების და მომრჩევლების არის ის, რომ ბიზნეს დამარცხება
ხდება უნდათ ბიზნესვე ფულით, ბიზნესვე რესურსებით და ეს არ არის სწორი და არც სამართლიანი და არც გამოდის ეს. შენ თუ რამე გინდა, შენ თვითონ უნდა მოიფიქრო იდეა. შენ თვითონ უნდა მოძებნო იმის შემსრულებელი ხალხი. და ფიზიკურად ამითი უნდა გააგრძელო ბრძოლა და არა ის რომ ჩათვალო რომ გადმოიბირებ ვიღაცა ადამიანს რომელიც პრეზიდენტად თუ ვიღაცად ბიძინამ აქცია და მე იმედი გექნება რომ შენს შიდა ბრძოლაში ამას გამოიყენებ და ამით დაამარცხებ ქოცებს ანუ აი დაახლოებით ისეთი იყო არსებობს ასეთი პარტიებიც რომ იცოდნენ წინასწარ რომ ფულს ქოცებისგან იღებდნენ მაგრამ გამართლება ის იყო რომ სამაგეროდ ქოცების წინამდე ხო ვიბრძვი ამ ფულით და ესე არ გამოდის ანუ გოიმი არავინ არ არის მაშინ სადამდე მიდის პროცესი სადამდე იმ ფაქტორის გათვალისწინებით რომ მაგალითად იგივე თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ამ ეტაპზე რაც არის გაცხადებული მათი მხრიდან არ გეგმავენ მონაწილეობის მიღებას. მე უბრალოდ ვერ წარმოვიდგენია ერთი მომენტი როგორ დგება. აი როდესაც კომისიებიც ხო ყველაფერიც ახლა იქნება და ნაცებს ებრძვიან. გარდა ამისა ნაცები არც მონაწილეობა უნდათ რომ არ მივიღოთ მონაწილეობა, თუმცა ეს ბოლომდე დაზუსტებული არ არის. მე უბრალოდ ვერ ხვდები აი ქართულ ოცნებას რომ სიტყვა ნაცი, ნაციონალური მოძრაობა ამოუღო ლექსიკონიდან. და ისინი ჩვეულებრივად მუშაობენ, ყოველდღურად ინტერვიუს იძლევიან, პარლამენტში კანონები შემოაქვთ, სიტყვით გამოდიან, ტელევიზორში გამოდიან და უცბად იმ ადგილას აი ნაცსაც ხმარობენ, რასაც ლაპარაკობენ და მარტო ამაზე ლაპარაკობენ შინაარსობა, ყველა ნაცია. ანუ არა ვინც არ უნდა იყოს მათი მოწინააღმდეგე, ყველა ნაცია. ფეხბურთზე რო იყოს კამათი, რომელიღაცა გუნდი ნაცების წარმომადგენელი იქნება. აი ამ სიტუაციაში, როდესაც ის არის, როდესაც დავამთავრებთ ნაცებს, როცა შეასრულო დაპირება ნაცები დავამთავრებთ, და მე ნაცების ადგილს ვინ დაიჭერს. და ეს მგონია მთავარი პრობლემა, რასაც ახლა მე ვუყურებ და ამიტომაც არ მჯერა მთელი ეს ყველაფერი, არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ნაცებს საბოლოოდ დავამარცხებთ და სანამ არ დავინახავ იმას, რომ ნაცებს რითი ანაცვლებენ, რა არის ის რითაც ნაცებს ანაცვლებენ, მანამდე რა თქმა უნდა ყველაფერი ნაცი გახდება. ანუ პარტიას კი გაუქმებენ, მაგრამ ნაცები სადღაც სხვაგან წარმოიშობიან. სხვა რაღაცა იქნება და ჩვენ მე მგონი საერთოდ ამ თამაშიდან უნდა გამოვიდეთ, როდესაც საზოგადოება დაყოფილი გვაქვს ნაცებად და ქოცებად და მეტი რა უნდა მოხდეს, მე ვერ ხვდები, რომ ადამიანები მიხვდნენ, რომ ასე შეტოპო არ შეიძლება და ახლა უკან უნდა გამოხვიდე და ტემპერატურის ნორმალიზაციისკენ წახვიდე. და ამიტომაც ანუ სანამ აი რაღაცას არ დავინახავთ, ჩვენ ყოველდღურად რაღაცას როგორ გითხრათ, საკენკებს გვიყრიან საზოგადოებას, რომ ყურადღება არ მიმართოთ იმისკენ, თუ რამ ძიმე სიტუაციაში ვართ ზოგადად, რომ როგორ გეოპოლიტიკურად როგორ თულ სიტუაციაში ვართ. ქვეყნის შიგნით რომ არაფერზე ერთობა არ, ვის იმედად ვართ ზოგადად სამყაროში, ანუ ნახევარი სამყარო გადავიმტერეთ. ის ნახევარი სამყარო, რომელიც ერთადერთი იმედი იყო, რომ ტვისგან დაეცავი. მტერთან უცნაური დამოკიდებულება გვაქვს სამყაროში უცნაური მდგომარეობა და ქვეყნის შიგნით კიდე ეს გვაქვს რომ პარლამენტის ნაცვლად რავი ერთპარტიული ყრილობაა გამართული რომელიც დიდხანს რამდენ ხანს გასტანს აი რამდენ ხანს იქნება ერთი პარტიული ერთი კაცი არავინ რო არ გიშლის ხელს და ყველაფერზე ყველა შეცდომაზე შენ რო ხარ პასუხისმგებელი ამიტომ მოდით დავაკვირდეთ ცნობის მოყვარეობით რა მოხდება მე მაინც მგონია რომ მარტივად ამ სიტუაციიდან სამწუხაროდ ვერ გამოვალთ მაგრამ როგორ და საით იქნება ეს გამოსავალი? ამ თუნდაც მე მგონი ამის მზა რეცეპტი არავის არ აქვს. იაგო, გირჩის წარმომადგენლები ამბობთ, რომ ოპოზიციისგან არ მოგისმენიათ მყარი და მკაფიო არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იღებს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. საინტერესო არის, თქვათ, რა იქნებოდა თქვენ, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს არგუმენტი, რის გამოც ოპოზიცია ამბობს ერთმნიშვნელოვნად უარს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და რატომ არ გაკმაყოფილებთ ის პასუხები, რაც ისმის მათი მხრიდან? მაგრამ მე მგონი უარს არავინ არ ამბობს. ანუ უარის თქმით გამორჩეული იყო მაგალითად ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც თქვა, რომ მე ახლა ვამბობ უარსო, მაგრამ რომ მივხვდეო, რომ აქციებსო წარმატება არ უწერიაო, მაშინო მივიღებო მონაწილეობას. ანუ სამაგლეში ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას, არამედ იმაზე, რომ წმენა რამდენ ხანს გაუგრძელდება აქციების წარმატების. ლევან ხაბეშვილმა ჩემთან ეთერში თქვა, რომ ჩვენო არ გვითხოვს არჩევნებში არ მივიღეთ მონაწილეობასო, ჩვენო ამაზე განვიხილავთო თვითო. საბოლოო ჯამში საქმეზე რომ იდგა, მე ვერ ვნახე ადამიანი, პარტია, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობასო. ამიტომ თქვი, რომ ესენი დაარღვევენ საკუთარ სიტუაციას. თუმცა პარტიის თავმჯდომარემ ნაციონალური მოძრაობის არაერთხელ განაცხადა, რომ არ იღებს პარტია მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. არა, ეს ამწუთას, ანუ არ მივიღებთ ამას არ ამბობენ. ახლა მოლოდინი გაქვთ, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილებებს შეცვლიან თვითმმართველობის. სამწუხაროდ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ რაც გითხარით წეგან, რადგან ლაპარაკობდით, რითი უნდა ჩაანაცვლონ ქოცებმა მტრის სინონიმი ნაცები თუ არ არიან. და მე ვფიქრობ, რომ ნაცებს რომ უნდოდეთ, ვიღაც დააფინანსებს, ქოცები დააფინანსებენ იმას, რომ ნაცები არსებობდნენ. რაღაც თქვენი პროგნოზია ასეთი, რომ საბოლოოდ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას. კი, რა თქმა უნდა.
ახლა ვისა უგზალავენ არ ვიცი ხოცები. ანუ შეიძლება თქვა ვიღაცას უგზალავთო ეს ხვდათ ის ქნათო, მაგრამ მე ამჯერა რომ ეს ამბავი ისე იქნება რომ ქართული ოცნება იტყვის რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთო ჩვენი მოწინააღმდეგეებიო, ახლა მოდი საქმეზე ვილაპარაკოთო და როცა საქმეზე სალაპარაკო დაждები, იქ რაღაცა მტერს არ ახსენებენ და ისევ ნაცები და რაღაცა არ მოხდება. ვერ ხვდები უბრალოდ როგორ შეიძლება ადამიანს რო იცნობ 15 წელი ერთ და იგივეს უყურებ და უცბად ერთ დღეში რომ ისინი შეიცვალონ და ფაფუკები გახდნენ, ნაცებმა ცადეს მაგალითად წინაზაფხულს, მაგრამ არ გამოვიდეს წარმატებული. თუმცა ნაცებისთვის ნაცებს მოუხდათ ის ფათაშორის უნდა გაეგზელებინათ. თქვენი საუბრის პარალელურად მაგალითად რასაც ვუყურებთ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს, გარკვეულწილად ნაწილი ოპოზიციური აქტორების, ოპოზიციის ლიდერების თითქოს ცდილობენ ერთგვარად დისტანცირებას თუნდაც იგივე მიხეილ სააკაშვილისგან, ნაციონალური მოძრაობისგან. არა მარტო ირიბად პირდაპირ განცხადებებსაც აკეთებენ, თუნდაც იგივე გახარიას პარტიის წარმომადგენლები. მაშინ რასთან გვაქვს საქმე ასეთ შემთხვევაში? ტყუილთან გვაქვს საქმე. პოლიტიკური თვალთმაქცობა არის ეს თუ ბრძოლა? გონია. იმიტომ რომ ზოგადად ეს აქციაზე დაიწყო მიხეილ სააკაშვილის სურათთან დაკავშირებით. ხო და აქციას რომელსაც ატარებს 4-5-9-25. ანუ ვიცით რომ რაღაცა აი ამ ქოლგის ქვეშ ხდება ეს გამარჯვებული ოპოზიცია, რაღაცა. იქო 5-იც არის. და ის რომ 4-5-25 კონსტრუქცია შედგა, მიხეილ სააკაშვილის დუმილის გამოცხო შედგა. შესაბამისად, ის თუ ჩვენი პარტიული, ანუ როგორ გითხრა, პარტიის მიერ ხარდაჭერილი, ჩვენი ამ 4-5-25-ის ამომრჩევლებისგან შემდგარი აქციებია შინაარსობრივად. 5-ის ამომრჩეველი ხო დგას იქ მიშას ამომრჩეველი. და მიშას ამომრჩეველს, მიშას როგორ გითხრათ, ადამიანს რომელსაც მიშა უყვარს, მორწმუნეს როგორ შეიძლება ხატით სიარული აუკრძალო. თუ გინდა ამ მორწმუნის ხმები და ამ 4-5-25-ის კონსტრუქციაში. შენ ხო 5-ის ხმები გინდოდა და ხო არ ამბობ რომ მიშას ამომრჩევლო თქვენ არ მოხვიდეთ აქციაზეო. ხო არ ეუბნები, იმიტომ რომ უცბად ის უნდა და 5-ის ხმები კონკრეტულად. როგორ არ უნდა ანუ ყველა მიშა გაძარცვა ოპოზიციიდან, ანუ მთელი ოპოზიციის ყველას საარჩევნო სტრატეგია იყო მიშა როგორ გავძარცვოთ მიშა. და კარგად გაძარცვეს, ანუ წინაარჩევნებზე 27% ჰქონდა და დაინაწილეს ეს 27% სინამდვილეში. თუმცა ამითი ქართულ ოცნებას დამარცხება მაინც არ გამოვიდა, იმიტომ რომ მიშას თუ ხმებს ართმევ, მიშას თუ ებრძვი, ქართულ ოცნებას როგორ დაამარცხებ. ხო, თუმცა რაც იყო ეს არის, ამ წუთის მოცემულობით პრობლემაც ამაშია, რომ ხალხი მოტყუდა წინას არჩევნოთ, აირჩიეს ის ხალხი, რომელიც სინამდვილეში, რომელთა მიზანი საერთოდ არ იყო არჩევნებში გამარჯვება და არც ხოცების დამხობა და არც მიშას გათავისუფლება და ასე შემდეგ. ახლა ამ პრობლემის წინაშე დგას ეს საზოგადოება. მე არ ვიცი აქედან გამოსავალი, ამიტომაც იშვიათად ვაქტიურობთ რაღაცნაირად მარტო ჩვენ სამომრჩეველს ველაპარაკებით, ვაჩვენებთ რა გიჟურ სიტუაციაში ვართ და საერთოდ არ გვინდა რომ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე რამე ტიპის პასუხისმგებლობა ავიღოთ, იმიტომ რომ ფიზიკურად ამომრჩეველმა აირჩია ეს, ანუ 97%-მა ვინც ეს არჩევნებზე არჩევანი გააკეთა, უარი უთხრა პარლამენტს. პარლამენტარიზმზე თქვა უარი. ხოცების ამომრჩეველმა, იმიტომ რომ მარტო ხოცები შეიყვანეს პარლამენტში და ამითქვეს უარი, 4-5-25-ის ამომრჩეველმა იმის გამო, რომ არჩევნ ხმა მიცეს საკუთარ კანდიდატებს იმ პირობით, თუ ისინი არ შევიდოდნენ პარლამენტში, იმიტომ რომ წინა არჩევნების განსხვავებით, წინა არჩევნებში ეს ჩაითვალა, რომ იმ დროს ოპოზიცია არ შესულიყო პარლამენტში, ხოცები ემხობოდნენ. და ახლა იმ ხალხს, ვისაც ხმას აძლევდნენ, იმიტომ, რომ ისინი პარლამენტში არ შესულიყვნენ. გულის სიღრმეში ამომრჩეველთა უდიდეს ნაწილი ამას ფიქრობდა და აი აქედან ამომრჩეველმა უნდა გამოიტანოს აზრი და ჭკუა. თორე ესენი ჩემი კოლეგები, ჩემი აზრით ჭკუას ვერ ისწავლიან, ესენი 30 წელი აქ არიან და ჭკუა არ უსწავლიათ, აწირა ასწავლით. მაგრამ ამომრჩეველმა უნდა დაინახოს და თვითონ უნდა მიიღოს რთული გადაწყვეტილება, რთული პოზიცია, რასაც ვაპარაკობ. ესეც მესმის, მაგრამ აი ამ ემოციურს, რომ არ შევიდეთ პარლამენტში და დავამხოთ ხოცები, უნდა დასვა შეკითხვა, რა მიზეზ შედეგობრივი კავშირი არსებობს პარლამენტში არ შესვლას და ხოცების დამხობა შორის და პარლამენტის წევრს, რომელსაც ხმას აძლევ, ანუ რომელსაც ხაზავ, ამას მართლა იმისთვის ხაზავ, რომ პარლამენტში არ შევიდეს, თუ იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდეს ისეთი ადამიანი, რომელიც საპარლამენტო მუშაობისთვის მზად არის და სარგებელს მოიტანს იმ პოზიციისთვის, ისიც შენ გჯერა და გინდა რომ გაჟღერდეს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. სამწუხაროდ ვერ მოვასწარე და მინდოდა თამარ ჩერგოლეიშვილისთვისაც მეკითხა. თქვენ ასეთ რამეს ამბობთ და მოიაზრებთ, რომ ერთიანი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციას აქვს მოგების შანსი. და რომ უნდა გამოიყენონ, თქვათ ეს შანსი, პოლიტიკური შანსი ცხადია. ისინი ამბობენ ცხადია ამაზე უარს. ამ დრომდე გაცხადებული პოზიციების მიხედვით ყოველ შემთხვევაში. რატომ, როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ ყველას ყავს ღირსეული მერობის კანდიდატი. ეს არის ცნობილი პასუხი, რომ მიხვილები კითხავ რატომ შვები ამას.
მე მყავს ღირსეული კანდიდატი მერობის და ყველას ახლა ვერავის ვერ გამტყუნებ თავისი კანდიდატი ყველას უყვარს მოდი ესე შევხედოთ. თუმცა ჩვენი პოზიცია იყო ასეთი რომ მოდი თავი დავანებოთ ერთი წამი თბილისის მერობა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა ზოგადად თავისი შინაარსით უფრო ნაკლებად პოლიტიკური ამბავია ვიდრე პირობითად საკანონმდებლო ორგანოს წევრობა. ხა თბილისის მერი ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური თანამდებობის პირი ამაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ ვინაიდან ეს მაინც ადგილობრივი თვითმმართველობის ამბავია, მოდი საზოგადოებას შევთავაზოთ მერობის კანდიდატად ადამიანი, რომელზედაც ის ვიცით რომ პატიოსანი ადამიანია, თავისი პროფესიაში აქვს რეპუტაცია მოპოვებული და ქოცი არ არის. ასეთი ადამიანი, რომელიც არც ერთი პარტიის პოლიტიკური აფილაცია არ აქვს, როგორც ასეთი. და უბრალოდ უთხრათ საზოგადოებას, რომ ქართული ოცნების რაღაცა ვერტიკალის რომ ჩამოფხიკოთ რაღაცა და ბერკეტი ოპოზიციას კონდეს და ხალხის აზრი გაითვალისწინოს და ამავდროულად ნაცების და ვიღაცების დაბრუნების შანსიც ასევე ნაკლები იყოს. მოდი მოვძებნოთ, ახლავე მოვძებნოთ კანდიდატი, რომელიც იმ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, რომ ქართული ოცნების ამორჩეველსაც მოიმხრობს. და არ იქნება შეზღუდული მარტო რაღაცა ყველა ამას ხარ დაუჭიროთ. მე წინასწარ ვიცი, რომ ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია ამას არ დათანხმდება. ვიცოდი ამას არ ქოცები არ დაუშვებენ, ყველაფერს თავი დაანებო. ყველაფერს იზამენ, რომ ეს არ გამოვიდეს, მაგრამ ჩვენ წინასწარ ვამბობთ, რომ ეს არის სწორი. თუმცა ვემზადებით იმისთვის, რომ არასწორი მოხდება. სულ ასე ხდება. ჩვენ წინასწარ ვამბობთ, რომ ეს არის სწორი, მე ხდება ამის საწინააღმდეგო, მე მოყვება ის შედეგი, რასაც ჩვენ ვეუბნებით, მაგრამ მე ისევ იგივეს იმეორებენ. ვინაიდან მე ნაკლებად ჯერა რომ ასეთი სულ გამეორებადი შეცდომები ბევრჯერ მხოლოდ სისულელის ბრალია და აქ რაღაცა სხვა რამე არ არის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მარტო პროცენტია განსხვავება, რამდენი პროცენტია მოსყიდული, რამდენი არის სასარგებლო იდიოტის როლში მყოფი. თუმცა ფორმულის დონეზე სწორი ეს არის. მე ვინაიდან ამას არ ველოდები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომზადოთ იმისთვის, რომ თითო რაიონში თითო ადამიანი წარმომადგენელი ვიპოვოთ, იმისთვის, რომ საკრებულოში ჩვენი ხმა ისმოდეს. ისმოდეს იმ გაგებით, რომ ადგილობრივ დონეზე ადამიანებმა მოისმინონ საკუთარ სოფელზე, უბანზე, კუთხეზე თუ რაიონზე მორგებული ის იდეები, რომელზედაც ჩვენ თელ საქართველოზე გამწვავად ლაპარაკობდით. ეს არის ჩვენი ამოცანა ამ წუთას, იმიტომ რომ რო ჩათვალო რომ ჩვენი ამოცანა არის ქოცებს მოუგოთ ამ არჩევნებზე და ჩვენი მერი ყავდეს და ასე შემდეგ. ზოგადად ეს ამოცანა არასერიოზულია და ჩვენ არ გვინდა რომ არასერიოზული ამოცანები დავისახოთ. ვინაიდან ჩვენი ოპოზიციის და ჩვენი ძირფასი კოლეგების უმრავლესობა არ გვაძლევს საშუალებას, მათი ქმედებები არ გვაძლევს საშუალებას სწორ მოქმედებაში მათ გვერდში დაუდგეთ და ისინი არასწორად იმოქმედებენ, ჩვენ არ გვინდა ვინმეს არასწორ რაღაცაში ავყვეთ და გვექნება ჩვენი პოზიცია, რომ თხოვოთ საზოგადოებას, რომ ვინც იზიარებს ჩვენს იდეებს უფრო მეტად. გინდათ რომ რაღაც შეიცვალოს თქვენს ადგილას. თქვენზე კარგად იცით, რომ როგორ შეიძლება ჩვენი რაღაც თითოეული იდეა განხილული და პრეზენტირებული იქნას თითოეულ რაიონში იქნება თუ ქალაქში იქნება. მობრძანდით ჩვენი კარები ღია, იმიტომ რომ არც ერთი ჩვენი მოქმედი პოლიტიკოსი ამ წუთას ვით პარლამენტიდან თქვენი ცნობთ არ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი მმართველობის არჩევნებში და ჩვენთან გამოდის რომ ყველა ადგილი ვაკანტურია ფაქტობრივად და წინ არჩევნების შედეგებს რომ გადავხედოთ, ბევრ ადგილას ადამიანის გაყვანის შანსი გვაქვს და მე დარწმუნებული ვარ ჩვენი კოლეგების შეცდომის შედეგად ძალიან გაიზრდებოდა ჩვენი რეიტინგი ასევე ბევრ ადგილას და იქაც გვექნება ადამიანების გაყვანის შანსი. მადლობა. მადლობა შენ მოწვევით. მადლობა იაგო ხვიჩი აპასუხობდა აქტუალური თემის შეკითხვებს.